გადაცემის გენერალური სპონსორია ავტობანი. უმაღლესი ხარისხის საავტომობილო პროდუქტებისა და სერვისის 27 წლიანი ტრადიცია. გადაცემის გენერალური სპონსორია OM Energy. მზის ენერგია ბიზნესისა და სახლისთვის. გადაცემის გენერალური სპონსორია უმსხვილესი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia. გადაცემის გენერალური სპონსორია GoTour. მოგზაურობა დეტალებშია. 1 2 დავიდა. არაპროფილურ აქტივზე პირველი რა გახსენდება? პარტნიორებში გაგიმართლა? რა თქმა უნდა, გამიმართლა პარტნიორებში. საქართველოს ეკონომიკა შენი აზრით არის თუ არა ენერგოეფექტური ბლოკებით ნაშენები? ცოტა ალეგორიული შედარება რა კი უნდა გავაკეთოთ. მოდი ახლა დავაკომპლექტოთ ქართული ბიზნესის all-star-ი. სიმაღლიდან გამომდინარე სოსო ხაკაძე შევიყვანოთ აუცილებლად ერთი. ნუ მაჩელენჯებ და ნუ მთხოვ რომ გამოყო 5 ადამიანი და all-star-ი ავარჩიო. პოლიტიკა გენატრება? არა. ილია, გამშვიდობის, ძალიან დიდი მადლობა შენი დროისთვის და მასპინძლობისთვის პირველ რიგში. ილია წულაია, განათლება დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი. გამოცდილება, იურიდიული კომპანიის მმართველი პარტნიორი, მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი. ამჟამინდელი საქმიანობა, დეველოპერული კომპანია არქის დამფუძნებელი, კომპანია აიტონგ კავკასუსის დამფუძნებელი. ფანტასტიკური ოფისი გაქვს მინდა გითხრა და ჩვენი მრავალრიცხოვანი მაყურებელი შეიძლება ითქვას მარტო მცირე ნაწილს ხედავს იმ ოფისისა, რაც რეალურად აქ არის თავმოყრილი და რა თქმა უნდა, გადაცემის მეორე ბლოკში ჩვენ კიდევ ერთ ლოკაციას ავეთვისებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით. პირველ რიგში მითხარი როგორ არის საქმეები და როგორ მიდის პირველ რიგში არქიში საქმეები, იმიტომ რომ კომპანია, როგორც ხედავთ ყველანი ძალიან კარგად, ყოველწლიურად იზრდება, ვითარდება, ემატება ახალი ლოკაციები, ახალი კონცეფციები, ახალი ხედვები და ასე შემდეგ. პირველ რიგში მოგესალმები. მოგესალმები მაყურებელს. მადლობა ამ გადაცემაში მოწვევისთვის. ყველაფერი კარგად მიდის, ქვეყანა ვითარდება. ჩვენი ამოცანა რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანისთვის შექმნათ კომფორტული გარემო და ახალი საცხოვრებელი, რომ გაუხალისოთ და გაუბედნიეროთ ცხოვრება ჩვენს მომხმარებელს და მომავალ მომხმარებლებს. და ვცდილობთ რომ ეს ამოცანა ყოველწლიურად შევასრულოთ და უფრო მეტი მასშტაბით. უფრო და უფრო მეტი მასშტაბით და ფაქტიურად დღევანდელი რეზუმეც კომპანიის არის ის, რომ ფაქტიურად ყველა უბანი, ყველა ლოკაცია მოიცავით დედაქალაქის მასშტაბით, გასდით დედაქალაქს და ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებებს აკეთებს დეველოპმენტში. კარგი, მოდი აი გადავიდეთ პრეისტორიაზე. უშუალოდ და ძალიან საინტერესო პრეისტორია კომპანიას. მე როგორც მახსენდება, არქი იყო ერთ-ერთი პირველი თუ ერთადერთი არა, რომელმაც დაიწყო მშენებლობა ქვეყანაში კონკრეტული ფინანსური ბექგრაუნდით და კონკრეტული ფინანსური უზრუნველყოფით. ამ შემთხვევაში კაპიტალზე მაქვს საუბარი და იყო პირველი პრეცედენტი, როგორ შეიძლება დაიწყო და განავითარო ქვეყანაში დეველოპმენტი საბანკო კაპიტალის გარეშე. შესაბამისად, აი ეს პრეისტორია, რომელიც ჩემი აზრით გარკვეულწილად გადამდებიც უნდა იყოს ბაზარზე და ბევრმაც უნდა ისწავლოს აი ასეთი მიმართულებების განვითარება, აი ეს ლუსტრაციის კუთხით მოვყვეთ კიდევ ერთხელ. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი აქტივობა დაიწყო 2008 წლის მოვლენების შემდეგ და ომის შემდეგ კრიზისის შემდეგ 2008-2009 წელს და რთულია ზოგადად კრიზისში, როცა შედიხარ ბაზარზე და ბუნებრივია ფინანსური კაპიტალის მოძიების ასე ვთქვათ სურვილი თუ იმედი არ უნდა გქონდეს საბანკო რესურსზე, როცა ესეთი კრიზისი იყო. ამიტომ ჩვენ როცა ფაქტობრივად უზრუნველყოფით ბაზარი მკვდარი იყო საქართველოში, მაშინ დავიწყეთ მთავარი აქტივობა ჩვენი უცხოელი პარტნიორების დახმარებით და დავიწყეთ რისკიან დროს შემოსვლა, თუმცა გაამართლა ამ რისკმა ბუნებრივია და წლიდან წლამდე მოვიპოვეთ რეპუტაცია როგორც ჯანსაღი ფინანსურად გამართული კომპანიის, მოხმარებელზე ორიენტირებული კომპანიის და კომპანიის, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს, რომ ვალდებულებები, რაც აღებული აქვს როგორც მისი მომხმარებლების, ისე პარტნიორების წინაშე ჯერ უნდა შეასრულოს. თან ვიზუალიზ ილია გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ 2008 წელს ამ შემთხვევაში გლობალური ეკონომიკური კრიზისი, ომი
და აგვისტოს ომზე მაქვს ამ შემთხვევაში საუბარი, არ იყო მაინც და მაინც სახარბიელო პერიოდი. ამ მიმართულებებით, ასე ვთქვათ, დეველოპმენტის ჭრილში განვითარება, იმიტომ რომ გვახსოვს ჩვენ, როდესაც ფაქტიურად დედაქალაქში და ყველა მსხვილ ქალაქში საქართველოში გაჩერდა ყველა მშენებლობა და არ იყო ეს ყველაფერი გაიცხოვრებით გამოწვეული, რა თქმა უნდა და შესაბამისად, აი ამ პერიოდში რა რისკებს ხედავდი და რამ გიბიძგა რეალურად, რომ აი ყველაზე რთულ პერიოდში შემოსულიყავი ბაზარზე. ზუსტად ეს არის გაჩერდა ყველა მშენებლობა და მომხმარებელს დაეკარგა იმედი, რომ რეალურად ის უძრავი ქონების მშენებლობა დასრულდებოდა, სადაც ბინები ქონდა გაყიდი. შესაბამისად ახალ ბინებსაც ვერ ყიდულობდა, იმიტომ რომ ძალიან დიდი რეპუტაციული ზიანი მიადგა მთელ დეველოპმენტს, რომ უამრავი მშენებლობა გაჩერდა იმ ვითარებაში, როცა მომხმარებელს ზოგ შემთხვევაში და ხშირ შემთხვევაში მთლიანი თანხა ქონდა გადახდილი ან თანხის უმეტესი ნაწილი და ფაქტიურად ვერ ხდებოდა ამ მშენებლობების დასრულება. ამიტომ ამ სიტუაციაში ახალი დეველოპერის გაჩენა, რომელიც რეპუტაციაზე გააკეთებდა აქცენტს, რომელიც დანაპირებს შეასრულებდა და ააშენებდა, ჩვენ მაშინ ღრმად გვჯეროდა, რომ იყო ესეთი დეველოპერის ადგილი ბაზარზე და იყო მოთხოვნა უძრავ ქონებაზე, თუმცა იყო შიშის ფაქტორი და ზუსტად ეს შიშის ფაქტორი დაუძლია ჩვენი მიდგომი, ჩვენი ფინანსებით და იმით, რომ ვაშენებდით სწრაფად და საკუთარი რესურსით და მომხმარებელში თავიდანვე არქი, როცა ჩვენ მაქსიმალური აქტიურობა დავიწყეთ 2008-2009 წლებში, გაჩნდა როგორც ასე ვთქვათ კომპანია, რომელსაც აქვს ფინანსური სახსრები, რომელიც არის სტაბილურად აშენებს და რომელთანაც ბიზნეს შეძენის შემთხვევაში რისკი არ არსებობდა იმისა, რომ ეს მშენებლობა დასრულდებოდა. და ეს რა თქმა უნდა ეს რწმენა და ეს აღქმა ჩვენს მომხმარებელში, რა თქმა უნდა წლიდან წლამდე ჩვენ გავამყარეთ და დღეს უკვე ჩვენ გვყავს 30,000-ზე მეტი მომხმარებელი არქელი და ეს არის ჩვენი დიდი ოჯახი, ჩვენი სლოგანის და ჩვენი ასე ვთქვათ ხედვაც ეგ არის ზუსტად, რომ არქი ერთი დიდი ოჯახია და ჩვენ მომხმარებელთან მათთანაც კი რომელმაც ბინები შეიძინეს 2008, 2009, 2010 წლებში, 10, 12, 14 წლის წინ მათთანაც ვინარჩუნებთ ურთიერთობას, ღონისძიებებს ვატარებთ და ფაქტიურად დიდი კომიუნიტია. კომიუნიტია, ინგლისური სიტყვა რო ვიხმაროთ, არქი და არქელობა ნიშნავს კომიუნიტის წევრობას. ილია, მე მინდა ისევ და ისევ ბენეფიტებით, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, მე მინდა ისევ და ისევ დაუბრუნდე ერთგვარ კულტურას ბაზარზე, რომელიც ფაქტიურად არქი მე შეგნებულად ვახსენე, იმიტომ რომ მე ფაქტიურად პრეისტორიას თუ გავუყვებ, ეხლა დიდი ხანია მე ბაზარს ვაკვირდები, დინამიკას, განვითარებას, ტრენდს და ასე შემდეგ და მე არ მეგულება, ასე ვთქვათ, იმ პერიოდში განსაკუთრებით დეველოპერული კომპანია, რომელიც ინვესტიციით, ფინანსური სახსრებით მოახდენდა ამ ყველაფრის ინშურენსს. მოდი ეხლა ჩვენი მრავალწლოვანი მეგობრობა მაძლევს ამ კითხვის დასმის, ასე ვთქვათ, მანდატს. არაპროფილურ აქტივზე პირველი რა გახსენდება? არაპროფილურ აქტივზე ჩვენ ალბათ იმას იხსენებ, რომ წლების წინ თუნდაც 10 წლის წინ ჯელოვდით ამ თემასთან დაკავშირებით, როდესაც კრიზისი მოხდა ბაზარზე, ბუნებრივია იყო ასე ვთქვათ დობის, ასე ვთქვათ, თითქმის ნულამდე დასვლა დეველოპერების მიმართ, ამ დროს ახალი დეველოპერის შემოვიდა არქის სახით და ასევე გაჩნდა გარკვეული არაპროფილური აქტივები ბანკების მხრიდან დეველოპმენტის სახით, რომელიც ანუ იმის ნაცვლად რომ პირობითად ყოფილიყო ახალი დეველოპერების ან ძველი დეველოპერების, რომელთაც თავიანთი ვალდებულება შესრულებული ჰქონდათ ან კეთილსინდისიერად ასრულებდნენ და კრიზისმა შეუშალა ხელი დაფინანსება, მოხდა ამ სახსრების საკუთარ ბიზნესში ჩაბანდება და ამ ასე ვთქვათ დეველოპერების არ დაფინანსება, რაც რა თქმა უნდა ეწინააღმდეგებოდა, რა თქმა უნდა და ეს არ იყო ჯანსაღი პროცესი ბუნებრივია, თუმცა შემდგომ წლებში მომდევნო 4 წელიწადში ჩვენც ვაფიქსირებდით ამ პოზიციას, რომ ეს არ იყო სწორი, მაგრამ მოხდა შემდეგ ამის რეგულირება და რეალურად დღეს არის სურათი ბაზარზე, რომ ხავ იმას ვერავინ ვერ იტყვის, ბოლო წლებია, ბოლო 5-7 წელი, რომ ბანკები არაფინანსებენ სხვა დეველოპერებს და საკუთარ დეველოპერსთან არაპროფილურ აქტივებს ფლობენ და ინტერესი აქვს და თუმცა აი მე შეიძლება ითქვას ცოტა სარკასტულად დავსვი ხა ეს კითხვა, მაგრამ იმ პერიოდში, როდესაც ფაქტიურად დეველოპერული სექტორის იმიჯი იყო დევალვირებული,
ბანკმა ეს ყველაფერი ცოტათი ნდობის კუთხით გააღვწო, აცოცხლა, მაგრამ არ შეიძლებოდა ამის გრძელვადიანად გაგრძელება. აი ყოველთვის მახსენდება ხოლმე ილია სუბსიდირების კომპონენტზე, როცა ჩამოვარდება ხოლმე საუბარი, აი საჭირო არის რა შუაშია, მაგრამ აი პარალელებს ვავლებ ხოლმე ყოველთვის, რომ აი მთელი სუბსიდირება, ხო, საჭირო არის ძნელბედობის ჯამს, მაგრამ არა გრძელვადიანად. შესაბამისად, ამ შემთხვევაში განწყობების ფორმირება საჭირო არის გარანტიის და დაზღვევის კუთხით, მაგრამ არა გრძელვადიანად. აქედან გამომდინარე, ზუსტად ამას ეხებოდა ჩემი კითხვაც, რომ ბანკები არ უნდა ფლობდნენ არაპროფიტულ აქტივებს არც ერთ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს ბიზნესისთვის იქნება საზიანო, მოკლედ და გრძელვადიან პერიოდში. მოდი ახლა გადავიდეთ კიდე ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, სხვათა შორის აი პარტნიორებზე და კითხვა აუცილებლად და დიდი ეჭვი მაქვს, რომ ბატონი მენი ბენიში ჩვენი შემდეგი ეპიზოდის სტუმარიც იქნება, დარწმუნებული ვარ. ზაზაზე რო აღარაფერი ვთქვა და ტყუილა არდევს აქ კალათბურთის ბურთიც. ზაზას ნაჩუქარი ბურთია სხვათა შორის მთელი Golden State-ის ანუ დურანტი რო თამაშობდა იმ პერიოდის Golden State-ის ყველასი ხელმოწერა ავტოგრაფებია მთელი ეს არის და ეს მადლობა კიდევ ერთხელ ზაზას ამ საჩუქრის და საპატიოდ რა თქმა უნდა ზაზას ხელმოწერაც არის მან და მთელი Golden State შემდგომ ზაზა ჩემპიონი გახდა იმ წლის და კიდევ ერთხელ მადლობა ზაზას. მე მინდა კითხო პარტნიორებზე. პარტნიორებში გაგიმართლა? რა თქმა უნდა გამიმართლა პარტნიორებში. აი მე მაინტერესებს აი საქართველოში ამდენად რთულია იშოვო საიმედო პარტნიორი და შესაბამისად აი პარტნიორების მოძიება, აი რა სირთულეებთან არის დაკავშირებული? პარტნიორების მოძიება ცოტა რთული საკითხია და ესე არასოდეს არ მიძებნია, მაგრამ შეხედეთ რამდენადაც სურვილი არ უნდა გქონდეს ადამიანებთან დაპარტნიორების ფინანსური სიტუაციიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია რომ პარტნიორებთან ურთიერთობაში ღირებულებები აუცილებლად ჩამოაყალიბო, რომ რა ღირებულების ადამიანთან შეიძლება გქონდეს პარტნიორი ურთიერთობა და რა ღირებულების ადამიანთან არ შეიძლება გქონდეს პარტნიორი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და ამ საკითხზე ჩვენ ძალიან ასე ვთქვათ ყურადღებით ვაკვირდებოდით და ყურადღებით იმაშვებოდით ჩემი პარტნიორებიც მეც რომ საერთო ღირებულებები გქონოდა. ანუ პარტნიორობა და მეგობრობა ეს ერთი თემა, არ შეიძლება რომ ადამიანთან პარტნიორობდე და არ მეგობრობდე ამ პირიქით და ღირებულებები იყოს სხვადასხვა. ბევრჯერ გვითხოვს ვარი მე და ჩემ პარტნიორებს ფინანსურად შეძლებულ პარტნიორებთან თანამშრომლობაზე ზუსტად იქნება გამომდინარე რომ ღირებულებითი განსხვავება ყოფილა. ამიტომ პარტნიორის არჩევა ერთ-ერთი ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო საკითხია ჩემი ბიზნეს გამოცდილებიდან და მე ვარ ასე ვთქვათ კმაყოფილი და ბედნიერი რომ ყავს და მყავდა ისეთი პარტნიორები ვინც ყავდა და მყავს და მე კიდევ ერთხელ მადლობას ვეუბნები თითოეულ მათგანს შენ ახსენე უკვე სხვა პარტნიორები და ყველა ჩემ პარტნიორს ვისთანაც მქონია პარტნიორული ურთიერთობა და ვისთანაც დღეს მაქვს პარტნიორული ურთიერთობა. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ხას ვუსვამ და ეს ჩვენ გვიყურებს ახალბედა ბიზნესმენები, მომავალი ბიზნესმენები, რომ პარტნიორის არჩევა შეიძლება ასე ვთქვათ ოჯახის შექმნაზე ან მინიმუმ ოჯახის შექმნის არის პასუხისმგებლობის თემა იყოს, იმიტომ რომ აუცილებელია ღირებულებითი თანაკვეთა ფინანსური და ბიზნეს შეხედულებებთან ერთად. მოდი ხა პერსონალურ ბრენდზე გადავიდეთ. პროფესიით ხარ იურისტი. კი ბატონო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გაქვს დამთავრებული და სხვათა შორის ახლა როდესაც მე ვეცნობი და ვიცი ხა ჩემი ბექგრაუნდის შესახებ და ბიოგრაფია ცხადია, საკმაოდ მნიშვნელოვანი იურიდიული ბექგრაუნდი. კი ბატონო. და გითხრა. შესაბამისად დილა მე მაინტერესებს აი დღეს როგორც იურისტი, მოდი ასე შევხედოთ საქართველოს სამართლებრივ ლეგალურ ეკოსისტემას დღესდღეობით, აი რა ტიპის ევოლუცია განვიცადეთ 90-იანებიდან მოყოლებული დღემდე. ნუ ეხლა ევოლუციის ნაწილში ეხლა მე ჩემი არაიურიდიული განათლებით მინდა ვთქვა, რომ ნომერ პირველი პრობლემა დღეს ბაზარზე ეს არის შესაბამისი კოლეგიების არბიტრაჟის არარსებობა. თუნდაც იგივე ბიზნეს დავები და ყველაზე ძალიან მწუხვარ და ალბათ ჩემი აზრით, აი სპეციალურად გითხე პარტნიორებზეც, ჯვარიხწერია რა თქმა უნდა, 68%-ზე მეტი სამწუხაროდ საქართველოში იწყება პარტნიორებს შორის ბიზნეს დავები, რომელიც არის ძალიან მანკიერი სტატისტიკა და ჯერჯერობით ამ ყველაფერს მოგვარების პირი არ უჩანს, იმიტომ რომ საშუალოდ 5 წლიანი ბიზნეს დავები, მინიმუმ, შესაბამისი კოლეგიების არბიტრაჟის არარსებობა, მოსამართლეთა რაოდენობა, რომელთაც
ამ შემთხვევაში ბიზნეს განათლება აქვთ მცირე, საქმეების რაოდენობა ძალიან დიდი და სამწუხაროდ დღეს ვიღებთ ერთგვარ ლეგალურ აჯაფსანდალს ბოდიში ამ სიტყვისთვის. აი, როგორც იურისტმა მინდა შეხედო ერთიან ეკოსისტემას და აი, სათხიდავ გარკვეულწილად გამოსავალს და აი, შენი რეკომენდაციები ახლა მე სპეციალურად გავუსვი ხაზი შენს ბექგრაუნდს, იქნება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ პარტნიორების თემას რო შევეხო, საბედნიეროდ და დარწმუნებულ არც მომავალში პარტნიორებთან სამართლებრივი დავა არ მქონია ამასთან და მაინც მინდა ხაზი გავუსვა და არც მომავალში არანაირ ასე ვთქვათ დავას თუ ზუსტად მაგას ვამხრა ღირებულებითი ერთიანობა თუ არის იქ დავის რისკი არის ძალიან დაბალი მით უმეტეს სასამართლოში. რაც შეეხება სამართლებრივად რთულია, როდესაც აბსოლუტურად სხვა სისტემიდან, საბჭოთა კავშირის სამართლებრივი სისტემიდან გადადიხარ თანამედროვე სამართლებრივ სისტემაში, საკანონმდებლო ბაზა ერთ დღეში ან თუნდაც 5 წელიწადში გადმოთარგმნო ან იმპლემენტაცია გააკეთო ქვეყანაში ძალიან რთული საკითხია. მე მახსოვს ჩემი სტუდენტობის დროს ხდებოდა ახალი ასე ვთქვათ მიღებული იყო სამოქალაქო კოდექსი, რომელიც გერმანული სამოქალაქო კოდექსის დიდ ასე ვთქვათ დებულებებს იმეორებს ბევრ ნაწილში და გერმანულ სამართლებრივ სისტემაზე მოეწყო ჩვენი სამოქალაქო სამართლის სისტემა, მაგრამ გარდა კოდექსებისა და სამოქალაქო კოდექსისა უამრავი კანონი და კანონქვემდებარე აქტია მისაღები, უამრავი რეგულაცია, რომელიც განვითარებულ ქვეყნებს აქვს და რომელიც ჩვენს დღეს გვჭირდება. ამიტომ ალბათ მინიმუმ 5 მაგათ უკეთესი სამართლებრივი მდგომარეობა დღეს ვიდრე იყო იმ პერიოდში, როდესაც მე სტუდენტი ვიყავი და იურიდიულ პრაქტიკა დავიწყე, თუმცა ესეც არ არის საკმარისი და ბევრი რეგულაცია, მათ შორისაც ვთქვით, მისაღებია და დასახვეწია, მათ შორის ბიზნესის სამართლებრივი დავებზე არბიტრაჟი იქნება ეს თუ სწრაფი გადაწყვეტის თემა. როდესაც ინვესტორი ქვეყანა ვითარდება, განვითარებადია და ინვესტორი მოდის პირველი რასაც უყურებს პრობლემის შემთხვევაში, როცა უცნობ გარემოში მოდის, მაგალითად საქართველოში, პრობლემის შემთხვევაში რამდენად დაცულია მისი სამართლებრივი მდგომარეობა. ამიტომ ბიზნესის დავების სწრაფ და კვალიფიციურ გადაწყვეტას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მე შემიძლია ჩემი უცხოელი მეგობრების და პოტენციურ პარტნიორებზე ასე ვთქვათ დაღმობით ვთქვა და ზუსტად დავასაბუთო. რა თქმა უნდა, ამ კუთხით ბევრი ნაბიჯი გადაიდგა, ბევრი თემა დაიხვეწა, არის არბიტრაჟებიც, სასამართლოშიც გამოყოფილია ბიზნეს დავებზე, კი, მედიაციაც, სასამართლოშიც გამოყოფილია ბიზნეს დავებზე, ასე ვთქვათ, სპეციალური კოლეგიები და პალატები, მაგრამ ეს რა თქმა უნდა კიდე დახვეწა საჭიროებს და ამ მიმართულებით მომავალში დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო დაიხვეწება და შეიძლება ითქვას ეს გამოწვევაა და რომელსაც უპასუხებს ჩვენი ქვეყანა აუცილებლად. მოდი გადავიდეთ კიდევ ერთ თემაზე. საქართველოს ეკონომიკა შენი აზრით არის თუ არა ენერგოეფექტური ბლოკებით ნაშენები? ცოტა ალეგორიული შედარება რა კი უნდა გავაკეთოთ. შეიძლება ესე ითქვას, რომ ენერგოეფექტური ბლოკებითა ნაშენები და შენდება. მოდი ესე ვთქვათ, ნაშენები ალბათ უფრო განვითარებული ქვეყანა რო იყოთ ბოლომდე და ეს ყველაფერი ამოწურული იყოს, მაშინ აშენდათ ხო თქვა, მაგრამ მე შემიძლია დავადასტურო და ჩემ პოზიცია დავაფიქსირო, რომ მიმდინარე პერიოდში ენერგოეფექტური ბლოკები შენდება. ეხლა სპეციალურად კითხე, შეგნებულად კითხე ყველაფერი, იმიტომ რომ აიტონგის ოფიციალური წარმომადგენელი ხარ საქართველოში, აიტონგი ეხლა ზედმეტ წარდგენას და რემარკას აღარ საჭიროებს, ეს არის ცნობილი გლობალური ბრენდი, ზუსტად ენერგოეფექტური ბლოკების მწარმოებელი კომპანია და სხვათა შორის მე მინდა ასევე აღვნიშნო, შემისწორე თუ მეშლება ეს პრეისტორია, არქი ჯგუფი იყო პირველი, რომელმაც დაამკვიდრა ენერგოეფექტური ბლოკებით მშენებლობის ნაწილი. სხვათა შორის ეს სიმბოლურია ეს საკითხიც, სიმბოლურად შევეხი, იმიტომ რომ ახლა ჩვენი საუბრის პარალელურად ამ წუთებში შერატონ მეტეხი პალაში მიმდინარეობს ეკონომიკის სამინისტროს და მერის მხრიდან ორგანიზებული ღონისძიება იმასთან დაკავშირებით, თუ რა კოეფიციენტებით მოუწევთ დეველოპერულ სექტორს საკუთარ ობიექტებში ენერგოეფექტური ბლოკების იმპლემენტირება. შესაბამისად, თანამდე ამ საკითხამდე მივალთ, მე მაინტერესებს ზოგადად, საიდან გაჩნდა ეს ესე ვთქვათ ინიციატივა, საიდან მოვიდა ეს ინიციატივა ჯამში, მე რამდენადაც მახსოვს, მაშინ შენ რამდენიმე სახელმწიფო ფონდთანაც თანამშრომლობდი, სახელმწიფო სტრუქტურებთან, დავასახელოთ საპარტნიორო ფონდთან და შესაბამისად აი მოვყვეთ ეს პრეისტორია ჯამში და აი რასთან იყო დაკავშირებული, სხვადასხვა აი წარმოების ხაზიც მაინტერესებს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ
ჩვენ მარტო იმპორტირებულ პროდუქციაზე არ ვიყოთ დამოკიდებული, იმიტომ რომ მიმდინარე ინფლაციის პერიოდში ეს რა თქმა უნდა იმპორტს ურთავს და მავანი ზუსტად უძრავი ქონების ფასების ზრდას მათ შორის იმპორტის გაძვირებასაც უკავშირებენ და ეს გარკვეულწილად ლოგიკურიც არის. შესაბამისად, მე მაინტერესებს ილია პრეისტორია ამ ყველაფრის. ბატონო, ჩვენ რეალურად დღეს ბევრი ამბობს ახალი დეველოპერიც, ზოგი ეხლა რო იწყებს საქმიანობა, ზოგს ახალი დაწყებული რო აქვს, რომ ენერგოეფექტური, თუმცა ეს ხშირ შემთხვევაში სიტყვებად შევა, მაგრამ ჩვენ 2013-14 წლიდან უკვე იტონგის იმპორტირება დავიწყოთ. იტონგი ყველასთვის გასაგები რო იყოს, არის ენერგოეფექტური, ეკოლოგიურად სუფთა აირბლოკი, რომლითაც შენდება არქის ყველა კორპუსი და რომელიც მომხმარებელს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 40%-მდე უზოგავს კომუნალურ გადასახადს. და ზუსტად დღეს უკვე სახელმწიფოს ინტერესი არის ის და იმიტომ თქვენ რა კონფერენციაც ახსენეთ და რა რეგულაციაც შემოდის, რომ ყველამ აი ამ სტანდარტით აშენოს, რასაც უკვე ჩვენ 10 წელიწადია ვაშენებთ, რომ და ჩვენ და კიდე ბევრმა, ასე ვთქვათ, ზოგიერთმა დეველოპერმა მოგვბაძა და გადაწყვიტა, რომ ასევე ენერგოეფექტური სახლები აეშენებია და დაიწყეს ბოლო წლებში მშენებლობა და მომხმარებელზე ორიენტირება იმ გაგებით, რომ დაუზოგოს მომხმარებელს კომუნალური გადასახადები, ეს ერთი არის ეკოლოგიურად სუფთა ნაკლები, ასე ვთქვათ, ნახშირორჟანგის გამომუშავება ხდება და ემისია ქვეყანაში და ამ კუთხით სახელმწიფოს ინტერესია ბუნებრივია, რომ ნაკლები ენერგია დაიხარჯოს სახლის თუ მომხმარებელთა ბინების გათბობასა თუ გაგრძელებას. რატო დავიწყეთ? იმიტომ რომ ჩვენი პრიორიტეტი, როგორც კი მშენებლობა დავიწყეთ, იყო ის, რომ ყოფილიყო სტაბილური, რაც ჩვენ ფინანსურ სტაბილურობაზე ვილაპარაკეთ და საიმედო და ყოფილიყო, რა თქმა უნდა, მაღალხარისხიანი. და ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ენერგოეფექტურობა, რომ მომხმარებელს არ კონდეს იმის პრობლემა, რომ კონდენსატი კონდეს სახლში, ეს ერთი და მეორე, მით უმეტეს მიმდინარე პერიოდში, როგორც გაძვირებულია ელექტროენერგიის და გაზის ტარიფები, რაც შეიძლება მინიმალური ხარჯი კონდეს და რაც შეიძლება მეტი შეღავათი კონდეს ამ კუთხით. ამიტომ ზუსტად აქედან დაიწყო, რაც შეეხება წარმოებას, ჩვენ ამის შემდეგ, როცა იმპორტირება დავიწყე და ჩვენ ობიექტებზე გამოყენება იტონგის ბლოკის, შემდგომ მოვილაპარაკეთ ჩვენ გერმანულ პარტნიორებთან და მათთან ერთად დაახლოებით 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია განვახორციელეთ საქართველოში და აშენდა გერმანული ქარხანა იტონგის. 2018-ში ამდენად. ხო, ქარხნის გახსნა მოხდა 2021 წელს საბოლოოდ საკმაოდ დიდი მართალი ბრძანდები ჩვენ საპარტნიორო ფონდთანაც ხონდა თანამშრომლობა და ფინანსების მოძიება წარმოებაში საკმაოდ რთული პროცესია. ამიტომ საბოლოო ჯამში ჩვენი რესურსებით, საპარტნიორო ფონდის დახმარებით და საბოლოოდ ბანკების დახმარებითაც 2021 წელს უკვე გავხსენით ქარხანა, რომელშიც კიდევ ერთხელ 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო და დღეს უკვე საქართველოში იწარმოება გერმანული ენერგოეფექტური აირბლოკი, რომელიც მიეწოდება უკვე ბევრ დეველოპერს, თითქმის ყველა დეველოპერი, ვინც ზრუნავს საკუთარ მომხმარებელზე და ვინც ხარისხს აქცევს, ასე ვთქვათ, ყურადღებას, ყველა, ასე ვთქვათ, მომხმარებელია სწორედ იტონგის ბლოკის, რადგან ენერგოეფექტური შეიძლება სხვა პროდუქციაც იყოს, იგივე ეგრეთ წოდებული XPS-ი, მაგრამ მათ სხვა მინუსი აქვს, იგივე აალებადობა, ცეცხლს ვერ უძლებს, იტონგის შემთხვევაში 4 საათიანი, 24 საათიანი ცეცხლგამძლეობა აქვს იტონგს, რაც ყველაზე მაღალი სტანდარტია მშენებლობაში, არის ეკოლოგიურად სუფთა და ამავდროულად იმ შედეგს აღწევს, რომ მომხმარებელმა დაზოგოს გადასახადები და კიდევ ერთხელ ვამბობ, თითოეული დეველოპერული კომპანია უკვე დღეს, ვინც ზრუნავს საკუთარ მომხმარებელზე, სწორედ ამ ბლოკით აშენებს საკუთარ სახლებს და ხედავთ კიდევაც მშენებლობებზე თეთრი ბლოკებია. თეთრი ბლოკები. ილია, სანამ ბრეინცე გავალთ. რა სპეციალურად მიჭირავს უკვე მეორეჯერ საკალათბურთო ბურთი, ზაზა ფაჩულიაც ვახსენეთ, ზაზა აუცილებლად იქნება ჩვენი ერთ-ერთი შემდეგი ეპიზოდის სტუმარი და სხვათა შორის მე მახსოვს ერთ-ერთი ჩვენი წინა შეხვედრა, მე მაშინ მკითხე პოლიტიკურ ჭრილში, მაგრამ მოდი ახლა დავაკომპლექტოთ ქართული ბიზნესის all-star-ი. არ გვიწყეს არავინ, არც სათადარიგოთა სკამზე დაждდომას, არც შემადგენლობის მიღმა მოხვედრას. აი, მოდი ვთქვათ, აი, თუნდაც იგივე შენი მეგობრებიდან, შენი კოლეგებიდან, კონკურენტებიდან, თუნდაც აი, ვინ არის შენთვის ხუთეული? ქართული ბიზნესის all-star-ი, ცხადია ილია წულაიას თამადობა და აქ შევიყვან ილიას თვითონ.
პირველ რიგში მადლობა კომპლიმენტისთვის. რაც შეეხება ოსტარის დასახელებას, მე თითქმის ყველასთან მეგობრობ, ვინც ქართულ ბიზნესშია და სხვადასხვა სფეროებში ლიდერები არიან თუ და მიყავს სფეროები. სიმაღლიდან გამომდინარე, სოსო ხაკაძე შევიღოთ აუცილებლად ერთი. ხო და ნუ მაჩელენჯებ და ნუ მთხოვ რომ გამოვყო 5 ადამიანი და ოსტარი ავარჩიო. ამიტომ მე ყველას პატივსემ, მე მინდა თითოეულ მათგანს იმ ბიზნესმენებს, ვინც ლიდერები არიან და ვინც ჩანს როგორც ბრენდის წარმომადგენლები, როგორც ქვეყნის განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი შეაქვს. მე თითოეულ მათგანს მინდა მადლობა უთხრა და მათი როლი ქვეყნის მშენებლობაში, ჩვენი მოსახლეობის დასაქმებაში არის ძალიან დიდი და მე თითოეულ მათგანს პატივსემ და ჩემთვის ყველა ბიზნესმენი, მეწარმე, რომელსაც შეუძლია აიღოს რისკი, რომელსაც შეუძლია შექმნას ახალი და იყოს ლიდერი, ჩემთვის არის ოსტარის დამსახურებული წევრი. ამიტომ 5-ს ვერ გამოვარჩევ, ყველა მათგანის მიმართ პატივისცემას ვადასტურებ. საინტერესო პასუხია, ილია, მადლობა და ბოლოს ეხლა სანამ რეკლამაზე გავალთ, 30000 ადამიანი, community-ის წევრი, ასე ვთქვათ, არქის და რამდენი ადამიანია დასაქმებული თვითონ არქისში? ხო. შეხედეთ მარტო დეველოპმენტში, ანუ ოფისების მიმართულებაში, სადაც 250 ადამიანი დასაქმებული. მშენებლობაში, რა თქმა უნდა, ამდენ ობიექტს აშენება ჭირდება, ანუ ირიბად და ჩვენი, ასე ვთქვათ, კონტრაქტორი კომპანიების მიერ, ვინც მუშაობს ჩვენ მშენებლობაზე, დაახლოებით 2000 ადამიანი მუშაობს, ასე ვთქვათ, სინქრონულად და პარალელურად. და თუ დავამატებთ ქარხნის მიმართულებას და ასე შემდეგ, კიდე დამატებით შეიძლება იყოს ერთი 500 ადამიანის, რომელიც ასევე ამ ასე ვთქვათ იმ კომპანიებშია დასაქმებული, რაშიც არქის ინვესტიციები აქვს გაკეთებული, იგივე იტონგის ქარხანა, იგივე სასტუმროების მიმართულება და ასე შემდეგ. ანუ საკმაოდ ასე ვთქვათ სუყეროლი გვაქვს და სუყე ლუკმა შეგვაქვს ჩვენი დასაქმებაში და ქვეყნის ეკონომიკაში, ოღონდ დასაქმებაში მე გულისხმობ საკმაოდ მაღალ ანაზღაურებად დასაქმებას და არ იგულისხმება ასე ვთქვათ დაბალ ანაზღაურებადი საქმე. სხვადასხვა აი ანაზღაურების მიღმა რა პირობებია შექმნილი ზოგადად თანამშრომლებისთვის, ამას რეკლამის მერე ვნახავთ, ასე რომ არ გადართოთ. მოგლეთ, გამოვინაცვლეთ უკვე თანამშრომლებისთვის მოწყობილ სივრცეში. დავასპოილერე მაყურებელი შეიძლება ითქვას რეკლამამდე და ეს არის ის პირობები და ის სივრცე, სადაც ყოველდღიურობაში თანამშრომლებს ჭყალებში, რა თქმა უნდა, უწევთ რუტინული სამუშაო პერიოდის გატანა, ასეთ არაფორმალურ გარემოში, ბილიარდის ფილდის თანხლებით და არა მარტო სხვათა შორის. მოგლეთ, შესაბამისად, მოდი დავიწყოთ ჯერ თამაში, პირველი ვინ გააგორებს. წავიდა. 1, 2, წავიდა. დაიწყე და მოდი მე შესაბამისად სანამდე გაათამაშებ, მე მინდა, ну აი შრომით ბაზრის ნაწილზეც კითხვა აუცილებლად და აი თვითონ შრომითი ბაზრის სტრუქტურა და მთელი რიგი მიმართულებები, აი დღეს საქართველოში, აი გიჭირს პროფესიონალი კადრების მოდიება? კადრების დეფიციტი საკმაოდ დიდი პრობლემაა, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ კადრები პირველ რიგში ჩვენ მაქსიმალურად ჩვენ თვითონ ასე ვთქვათ აგვზარდოთ და დავაწინაუროთ ეს ერთი და მეორე რაც შეიძლება მიმზიდველი გავხადოთ ჩვენთან მუშაობა. შენ უყურებ დარტყამ, ხო? შენ უყურებ გარემოს, აქ არა მარტო ბილიარდია, იქ არის ბანგიდის ფეხბურთი, მაგიდის ჰოკეი, ჭადრაკი, ხოჭახ ჭადრაკი ჩვენ არ ვზღუდავთ თანამშრომლებს, როცა უნდა გაგზნობს, რომ გადაწყვეტვა ჭირდება, გამოდის, თამაშობს პინგ-პონგის მაგიდაც გვაქვს ტერასაზე და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ისეთი გარემო შეიქმნას, არ იყოს რუტინული და იყოს მაქსიმალურად მიმზიდველი და მთელი დღის განმავლობაში, ასე ვთქვათ, ფრეშად და ენერგიის სავსე იყოს თითოეული ჩვენი გუნდის წევრი. და რა თქმა უნდა, გარემო ისეთი იყოს, ხო, გარემო ისეთი იყოს, რომ ყველას უნდადეს არქიში მუშაობის დაწყება. ჩვენი ამოცანა ეს არის, რომ ვიყოთ საუკეთესო დამსაქმებელი. როგორც ყველაზე, ასე ვთქვათ, ლიდერი კომპანია მომხმარებელზე ორიენტირებულობაში და ჩვენ ვახსენეთ არქელებზე ზრუნვა და ჩვენ თავი დევიზია არქელებზე ზრუნვა, არქი ერთი დიდი ოჯახი და ჩვენ ურთიერთობაზე არქელებზე მოგახსენეთ, ეს არის მთავარი და ასევე მეორე მთავარი თემაა, რომ ჩვენ გუნდის წევრებზე
ჩვენ თანამშრომლებზე ვიზუნოთ მაქსიმალურად და მაქსიმალურად ბედნიერად ვიზნონ კომპანიაში თავი და ვიყოთ საუკეთესო დამსახურებული. კი, მოდი აი გაათამაშე კიდევ ერთხელ და შესაბამისად მე გითხრავ რომ აი პროფესიონალი კადრები ვახსენეთ წეგან სხვათა შორის და დღეს არსებული სიტუაცია, ხო, როდესაც ქვეყანაში იზრდება მიგრაციული ფონი, სამწუხაროდ. და ხდება პროფესიონალი კადრების ქვეყნიდან და სექტორებიდან გადადინება. აი დეველოპმენტში რა ხდება ზოგადად ამ კუთხით და რამდენად არის ეს, ესე ვთქვათ, პრობლემა გარკვეულწილად სექტორისთვის. დეველოპმენტში საკმაოდ შეიძლება ითქვას დიდი პრობლემაა, იმიტომ მოთხოვნა დიდია უზრახონებაზე, წლებიდან წლამდე თუ შევხედავთ, საკმაოდ გაიზარდა უზრახონებაზე მოთხოვნა, ამიტომ ბუნებრივია ბევრი კადრია საჭირო, როგორც დეველოპმენტში, ისე მშენებლობაში და კადრების დეფიციტიც არის შესაბამისად. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, მოთხოვნასთან ერთად იზრდება მიწოდება. მიმდინარე ეტაპზე შეიძლება ეს დეფიციტი არის, მაგრამ ბიზნესი მუშაობს იმაზე, რომ ეს დააკომპენსიროს, იგივე ტრეინინგებით, ახალი კადრების, იგივე სწავლაში ფულის ჩადებით. ალბათ თუ ჩვენმა მოქალაქეებმა ვერ მოინდომეს და არ მოინდომებს ამ სფეროში დასაქმება იმ მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება რაც არის, ალბათ ხვალდაზე უცხოელი კომპანია შემოვა და უცხოური კადრები შემოვიდნენ ამ სფეროში. ამიტომ ბაზარი არეგულირებს ყველაფერს, თუმცა თითოეულმა კომპანიამ უნდა იზრუნოს მიზიდულობის შესაქმნელად, ისე როგორც ჩვენ ზრუნავთ ჩვენი გუნდის წევრების მიზიდულობის შესაქმნელად. ჩვენი იდეა და ჩვენი პრინციპი ეს არის. გასაგებია. მოდი აი ხა გადავიდეთ კიდე მეორე თემაზე. მე მეგონი წავაგეთ ამ პარტიას ვარყო. გადავიდეთ კიდე მეორე თემაზე. აი ყოველთვის მეპია ჩემი სუბიექტური მოსაზრება, ძალიან მწუხარ ხოლმე, როცა აი წარმატებული ბიზნესმენი პოლიტიკაში გადადის ხოლმე. იმიტომ რომ მე მგონია მაინც რომ აი მოდი რადგანაც უშუალოდ თემაზე წავიდა საუბარი, მე ვთვლი რომ ილია წულაიას ადგილი ბიზნესშია. შესაბამისად, პოლიტიკა გენატრება? არა. პირდაპირ ესე ვთქვათ, მოჭრილი პასუხი. სხვადასხვა აი მოდი აი პოლიტიკური პრეისტორიაც მინდა რომ გავიხსენოთ და ჯამში აი თუნდაც იგივე მიდგომები, პრობიზნესური მიდგომები და ასე შემდეგ. ანუ ეს იყო თუ არა და არის თუ არა დღეს დეფიციტი. აი რეგულაციები. პირველი ბიუროკრატია. მერიაზე მინდა კითხვა. კი ბატონო. რომ აი მერია რამდენად კარგი პარტნიორია დღეს ბიზნესისთვის. მოდი პოლიტიკიდან დავიწყოთ, ცოტა კონცენტრაცია უნდა ამბავს. კი ბატონო, ამასობაში მე ვწდი, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, როგორც ვახსენე, წავაგებ თქო ამ პარტიას დიდი ალბათობით. პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა და ძალიან საპასუხისმგებლო ხალხის კეთილდღეობაზე ყველაზე დიდი გავლენა ალბათ პოლიტიკას და ბიზნესს აქვს და მე ვერ ვიტყვი რომ მენატრება, თუმცა მნიშვნელოვნობის კუთხით მე არ ნანობ რომ პოლიტიკაში გავატარე გარკვეული პერიოდი მოვისმინე ხალხის მქონდა შესაძლებლობა რომ გარკვეულ საკითხებში და გარკვეულ თემებში დავხმარებოდი ჩემამორჩეველს უამრავი ადამიანი გავიცანი და უამრავი მეგობარი შევიძინე და ასე ვთქვათ ჩემი მიმართულებით, ეკონომიკის მიმართულებით და ბიზნესის მიმართულებით ბევრი ასე ვთქვათ პოზიტიური ცვლილება შევიდა კანონმდებლობაში, რომელიც წაადგა თითოეულ მოქალაქეს საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ ბიზნესის სწორი რეგულირება და სწორი კოორდინაცია და სწორი საკანონმდებლო ბაზის შემოტანა საბოლოო ჯამში ეხმარება ბიზნესს და ეხმარება მოქალაქეების დასაქმებაში და რა ვიცი მე არ ნანობ, თუმცა არ მენატრებ. არ ვანობ, მაგრამ არ გენატრება. აი მერია. ეს მერია რამდენად კარგი პარტნიორია ზოგადად ბიზნესისთვის და აი წლების განმავლობაში მე არ ვსაუბრობ თუნდაც დღევანდელ ფორმაციაზე და კახა კალაძის მთავრობაზე, დედაქალაქის ჭრილში, მე ვსაუბრობ აი ზოგადად პრეისტორიაზე, როდესაც ბიზნესი ყოველთვის საუბრობდა ბიუროკრატიაზე და ასე შემდეგ. აი დღეს რამდენად არის მოხსნილი ბიუროკრატიული ბარიერები და დღეს აი თუნდაც იგივე კერძო სექტორი რამდენად გრძნობს კომფორტულად თავს. შეხედე თუ ბიზნეს ბიუროკრატია ეს მერია იქნება თუ სხვა სამინისტროების მუშაობა მოწონს და რეგულაციები მოწონს ეს ანომალია. ანუ ბიზნესის თემაა რომ რეგულაციების გარეშე გააკეთოს საქმე და ბევრი ასე ვთქვათ ხელი შემშლელი ფაქტორი არ ქონდეს, სახელმწიფოს თემაა რეგულაციები დააწესოს და ბიზნესი ასე ვთქვათ თუნდაც მინიმალური რეგულაციების ფარგლებში ჩასვას რაღაც ჩარჩოებში რომ რაღაცა კეთილსინი ბიზნესმენის და ბიზნეს კომპანიების კეთილსინისიერებაზე არ დარჩეს მხოლოდ რაღაცების გაკეთება. განვითარებად ქვეყნებში ბუნებრივია ნაკლები რეგულაციაა
და შესაბამისად ბიზნესმენის კეთილის ინდიციირებაზე წეღან რაც ვახსენე, იგივე ენერგოეფექტურობას რო შევეხოთ, დღეს მაგალითად სანამ ეს კანონი შემოვა და უკვე ფაქტობრივად შემოსულია ეს კანონი და ეს წესები, ხო? კეთილის ინდიციირებაზეა დეველოპერის დამოკიდებული, ის ააშენებს თუ არა ენერგოეფექტურ სახლს. ჩვენ ვაშენებთ 10 წელიწადია უკვე, მაგრამ ზოგი დღესაც არ აშენებს და ეს რეგულაცია არ მოეწონება, იმიტომ რომ მომხმარებელს სასარგებლოა, მაგრამ მისთვის უკვე უფრო მეტი ხარჯი იქნება გასაწევი, რომ ენერგოეფექტური სახლი ააშენო. ამიტომ ის წესების შემოღება ქვეყნის განვითარებასთან ერთად ენერგოეფექტურობის უსაფრთხოების ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების, რომელიც 2017 წელს მიიღო ჩვენმა ქვეყანამ და რაც მნიშვნელოვანია მოსახლეობის უსაფრთხოებაში ისე. რა თქმა უნდა ეს რეგულაციები და რა თქმა უნდა ეს დამატებით ხარჯია ბიზნესისთვის, მაგრამ აუცილებელი. ამიტომ მე ესე კონკრეტულად ვერც ერთ სტრუქტურას ვერ შევაფასებდი, მაგრამ ამბობ შემიძლია ასე ვთქვათ როგორც პოლიტიკაშიც გარკვეული გამოცდილების მიმღები ადამიანი და ბიზნესში საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონე ადამიანი, ის პროცესი რაც მინდის ამ რეგულაციების შემოღებით არის ჯანსაღი და ბიზნესმა უნდა აუბას ხარი და გაყვეს ამ რეგულაციასთან. თავარი თემა რაც არის და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა თითოეული ბიზნესმენი დღეს არის თანაბარ მდგომარეობაში. ყველასთვის რეგულაცია არის ასე ვთქვათ საერთო. თუ რეგულაცია გარკვეულ ხარჯებს დის ან გარკვეულ დამატებითი მოთხოვნები შემოაქვს, ყველასთვის ერთია. აქ არ არის გამონაკლისი და ამიტომ ეს რეგულაციები საბოლოო ჯამში წაადგება მომხმარებელს და ჩვენ მოსახლეობას და ამიტომ ეს მნიშვნელოვანია ამის შემოღება და ამიტომ თავარია პარიტეტი, რომ ყველას ეხებოდეს და რაც ესე ხდება. და არავინ არ იყოს პრივილეგირებული. რა თქმა უნდა, ეს არის ყველაზე მთავარი. მოდი ჩვენ თამაში გავაგრძელოთ, ნელ-ნელა მაყურებელს დავემშვიდობოთ, ნუ დიდი ალბათობით დავემშვიდობოთ მიჩევნია, იმიტომ რომ გავაგებ ამ თამაშს ვარ, ამ პარტიას. ილია, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, შენ დროისთვის და საინტერესო საუბრისთვის. მადლობა შენ. ჩვენ თამაშს ვაგრძელებთ, მაყურებელს დავემშვიდობები უკვე შენობით ბიზნესის მორიგ ეპიზოდამდე, მომავალ შეხვედრამდე და მანამდე პარტია გრძელდება. აბა, კარგად ვზანდებოდეთ და მოუგებ აუცილებლად სამას. განათების გენერალური სპონსორია ავტობანი. უმაღლესი ხარისხის საავტომობილო პროდუქტებისა და სერვისის 27 წლიანი ტრადიცია. განათების გენერალური სპონსორია OM Energy. მზის ენერგია ბიზნესისა და სახლისთვის. განათების გენერალური სპონსორია უმსხვილესი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia. განათების გენერალური სპონსორია GoTour. მოგზაურობა დეტალებშია.